დღეს Prime House-ში ნახავთ. რაც არასდროს არ გამიკეთებია არცეთ ტელევიზიაში. ვერ აუწევ ადამიანს რეიტინგს ჩემი ხარჯი. აი ამ ნაბისაც რო იმიტომ გადადგავს რომ რეიტინგი კონდეს. ყველაფერი გართულდა. პროექტს დატოვებს ქალი. ეხლა ვითამაშით. თქვენი მეგობრობა დაინგრა, ეხლა უნდა გადაწყვიტო. დაბალი ხარ და წესი. აი იმ შეურაცხყოფებზე მაქვს ეხლა მართლა რომ ატარები ხარ, სული ფანტორი. ჟური თქვა, რომ ერთად ცხოვრობ. დირი ხარ კამერას. ბოროტები. რა ოკეი, ბოროტული. ნუ გარბი ხარ, ვაიმე. ო არ მინდა რა გადაღება. მაგით უკაცი იყო სიმონ, მან გაერცა პასი. რეცხავ დილი და ღამი. რეცხავ იმიტომ რომ ამ სახლში ვცხოვრობ, მეც ამ სახლის მაცხოვრებელი ვარ და თვლი რომ უნდა იყოს ყველაფერი სუფთად. ჩემი ძროხისგან უკვე მოუწველე რძე, ჩამოუწველე, გავაცხელე, ეხა მივირთმე. ვარ მზეს ვეგებები, იმიტომ რომ ორი მზე უნდა შეეგებოს ერთმანეთს. Prime House-ის მზე. დედამიწის სანამ ეს ცხოველები, ჩემი პატარა ცხოველები გაიღვიძებენ, სანამ გამოვლენ გარეთ, იქამდე ეს სიმშვიდეში უნდა ვიждდეთ და მე და ჩემ ამზემ ერთმანეთში ვიკონტაქტოთ ესე ბედნიერები. მოგესალმებით. ეს გავიღვით ძალიან კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ რაღაცა ახლის დასაწყის ვფიქრობ, რომ იქნება დღევანდელი დღე. აი მართლა ვიცადე რა, დედას ვიცავარ, რომ რაღაცა ჩემი პირადი რაღაცეებიც გადავდე გვერდზე არ მოწონებები და აქაც დაუჯექი უჭამე, იქაც დაუჯექი ველაპარაკი, მაგრამ ანუ არა, ბუნებაში აქ ეს რაღაცა არასწორი რეპლიკები და არასწორი სიტყვები და აი რაღაცა ბინძური რაღაცა რაც თამაშს ეხება, აი ბუნებაში აქ ეხება და მე ვერ შევუცვლია. გიორგის გულიც ხო რა თქმა უნდა. ვერც შეიცვლება და ვერც ჩემ დამოკიდებულებას ვერ შევცვლი მაგასთან მიმართებაში. ყველასთვის ახლა ვარჯიშს ვაპირებ. გუში რა ვარჯიში დავიწყე იცით? ლიზას ველოდები, ლიზაა ჩემი მასწავლებელი და გონი ძინავს ახლა. ლიზა მალე რა გელოდები მავარჯიშე. ო დიდი ხანია გელოდები და ბლო. აი მალე რა. ესეთი მონდომებული და მიზანდასახული ადამიანი ვარ. სალომე. ლიზი. ადეკი. ჩამოვიდა კარდაშიანების ალალი ბიძაშვილი. დღეს არის დღე მეორე, როცა მე და მაზანა ერთად ვარჯიშობთ. მაზანას ვასწავლი გაწელვებს და ჩვენი მიზანია რომ მაზანა ჩავაჭინოთ შპაგატში. რო არ გეზარება ეს. ცოტა დააგვიანე. გაწელვების გარეშე მოვიდი ამას საკამზე. ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ ორი ვახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ზარმაცები, სხვებიანი ზარმაცები. აი გახედეთ როგორ წევს გიორგი მაგალითად. ამას ახლა გაწოლები უნდა, არ უნდა ვარჯიში და აი ჩვენ ვარ ძალიან fit ხალხი. Let's go. აჰა. თვითონაც ფეხბურთის ილეთებს ვასწავლის შემდეგ. იო. ოკეი. წინჩა. ხელები მაგრად მეხმარა. კაი, მაშინ ესე კენი და მიწუდი იატაკს. აი, უკვე წუდები იატაკს. ლიზას ინსტრუქტორობით ვარჯიში მიდის შვენივრად.
უკვე მეორე დღეა და ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ რასაც პირველ დღეს ვერ ვაკეთებდი, მეორე დღეს ვაკეთებ უკვე. ნუ ალბათ ხვალ რასაც მეორე დღეს ვერ გავაკეთებდი, მესამე დღეს გავაკეთებ და ასე შემდეგ უფრო განვითარდება ჩვენი ვარჯიშები. მადლობა ლიზას. ამ ყველაფრისთვის რომ мотиваცია მომცა. ნამდვილად აქვს პროგრესი და დაგვიბრუნდით ხვალ. როგორი რეიტინგი გქონდათ, იცი? კაჩა თვითონ შენ წაგაყენებ ხა და მე დილიდან იმდენ საქმეს ვაკეთებ, ეგ ჩემი გაწელვაცაა, გამოწელვაცაა და ჭამაც ვარჯიშია. არ გააცხელე ისე ჭამ, ხო? არა, მეზარება, ორი ნაჭერი იყო დამეზარა. აი, გიორგი. მაზანას უთქვამს, რომ ძალიან ეცადა ჩემთან ურთიერთობის დალაგება. და ნუ არ გამოვიდაო. ერთს გეტყვით იმას, რომ პირველი რომ ურთიერთობის დალაგება არ ხდება ზურგს უკან შეძერო ლაპარაკობენ ეს ერთი და მეორე კიდე საერთოდ არ არის სავალდებულო პროექტში ვინმესთან ურთიერთობა დაალაგოს. ჩვენ არ ვართ ყოფილი შეყვარებულები ზოგადად და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ყველას თავისი გზა აქვს. ჩემი გოგო არის ეს და ჩვენ გავარკვევთ ხოლმე ჩვენი ურთიერთობის დალაგება არ დაალაგებას. ხო მართალია რა? ურთიერთობის დალაგება მარტო მეგობრობა ხო არ არის. თანაცხოვრების გათვალისწინება? ეხლა მე სიმართლეს ვიტყვი, მაქსიმალურად ვეცადე რომ შენთან რაღაც თანაც ხო ხედავთ ანუ ამას გულისხმობ. ვერ აუწევ ადამიანს რეიტინგს ჩემი ხარჯით, ვერ არ შემიძლია მეზარება. ყველაფერი რეიტინგზე რო აქ აი ამ ნაბიჯსაც რო იმიტომ გადადგავს რომ რეიტინგი კონდეს და უკანაც იმიტომ გადმოვა, ანუ ეგაა ყველაფერი თორემ უნდა იცოდეს რომ რეიტინგის გარდა სხვა რაღაცებიც არსებობს ადამიანური. ანუ დაინახეთ ეხლა ხო ურთიერთობა. ვეცადე მაქსიმალურად რომ აი ეს დაძაბულობა და კონფლიქტი არ ქონოდა და ანუ უბრალოდ შეხედეთ რა. ოკეი. თუ თამაშია, ბაზარი არა, ვითამაშოთ და ნახოთ რა იქნება. ეხლა შეგიძლია იმღერო და იღიღინო რამდენიც გინდა. არის ესეთი პიცა იყო. მაგარი და გადავაგდე. ჭამხოთო. მოგე ჩემო მეგობრებო, Prime House-ში ცხოვრება გრძელდება. ყველა ბედნიერები ვართ, ყველა ველოდებით ახლა მოწვეულ სტუმარს, რომელიც ალბათ მოვა ძალიან მალე. მაგრამ ეს არ არის შოუ, რომელშიც უნდა შევქმნათ ვასავალდებულო სიყვარული. და აქედან გამომდინარე, ეს ხალხი რატო იბრძვის ამ სიყვარულისთვის, ჩემი გულის მოგებისთვის, ეგ ვერ გავიგე თორემ. დანარჩენი რავი. გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. გამარჯობა. მე ვარ ზალიკო სულაკოვური მხატვარი. Prime House-ის ბავშვებთან მოვედი ორიგინალური საჩუქრებით და ორიგინალური ამბით, რაც არასოდეს არ გამიკეთებია არც ერთ ტელევიზიაში. ნატავი. აბა, გამარჯობა. მოგესალმებით ხალხო. მოგესალმებით. როგორ ახართ? დააგაბხარდა თქვენი ნახვა. უი, შემეღარდებინა. როგორ ახართ ხალხო? კარგად, თქვენ როგორ ხართ? მოვედი თქვენთან სტუმრად. თქვენი ამბავი მითხრეთ, აბა როგორ უძლებთ? შეძლებს და გვარად უძლებს. ხანდახან რთულია, ხანდახან იოლია ყველაფერი. მაგრამ გვაქვს რაღაც მიზანი და იმის დისკენ ყველანი მივდივართ. ხატვა რომელს გიყვართ? მე მიყვარს, მაგრამ ვერ გამომდი. მე ბავშვობაში ხატავდი. ეგრე მეც ვიყავს გიტარის დაკვირვა, მაგრამ საერთოდ არ გამომდი. მე გამომდიოდა ბავშვობაში. მე ხო. ხატავდი გამოფენებს დავდიოდი, ზეთით ხატავდი და რაღაცა, მაგრამ მე მიხდი რომ შენი საქმე არ არის. ხო, ვერ მე კი გადავნე თვალს, მაგრამ აი ამ სტრესს როგორ უმკლავდებით. ხატვა ისეთი კარგი რაღაცაა, რომ აი რაც გულში გაქვს, უნდა ჭხაბნო. ხო და ეხა ვიცხოთ შორს იმ დღეს ვფიქრობდი რომ მეთქი ხوار თხოვ, მეთქი ერთი მოლბერტი და რამე რაღაც საღებავები შემოიტანა. ხო, ხატვა? ხო, რა აი თავის ან რო ვერ ხვდები რა აკეთო და გიждები, იმ დღეს მომინდათ საბჭო. იცი როგორ მოგიხსნის? ხო და მაგიტომ მინდო. აი ყველაზე ბედნიერი ხარ, როცა ხატავ რა რაღაცა. შეიძლება არ გამოგდის, მაგრამ სხვათა შორის იყო რაღაც პერიოდი, ცოტა სტრესული სიტუაცია მქონდა და რაღაცები დავხატე, ანუ რაღაცა მამაკაცის სამოსები დავხატე ესე. ხო, რაღაცა ერთი მიმართულება მაქვს და რაღაცები დავხატე. კაი, მოდი დავრჩები ერთი. მაგ შეიძლება ადგილი არა გაქვთ აქ. მეც რო ადგილი გვაქვს. მეც რო ვიცხოვრო თქვენთან ერთად. სამი ადამიანი აღარა თამაში და სამი ადგილი გვაქვს. მაშინ ხალხს მოვიყვანო. მოდი ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ.
მე ხო ხატავ კარიკატურებს და ყველა იცის რომ ზალიკო ხატავს კარიკატურებს. ეხლა მე კი არ დავხატავ, აქ ხატავთ. აი, მოდი ალბათ ყურებადიც იქნება, საინტერესო იქნება, რა გამოვა. მოდი, პატრიკ, შენით დავიწყოთ, მოდი ჩემთან. გამოდი დაფასთან, ვითომ ასწავლებელი ვარ. აი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აი ესეთი დებილობა დახატოს, ხო? ხო. ამას დახატავს ყველა. მაგრამ ეხლა შენ. ხო. შენ თვითონ უნდა აირჩიო ვინ გინდა აი ამ ხალხიდან რომ დახატო. ჩემთვის ყველაზე მარტივს დავხატავ. თქვენ ორიდან რომელიღაცაა? ჯერჯერობით თანაბარ ამ ბავშვი ხართ, ვერ ვიგებთ რომელია. ორი ეს ეგეთი ფუსილიანი ფეხსაცმელი. მეფი წესია, კედი წესია, ფეხსაცმელი წესია. გაუდიდოთ. კარიკატურის მომენტიც ეგ არის, რაც აქ ყველაზე დიდი, ის 10ჯერ მეტად დიდი შეგიძლია გააკეთო. ლიზა. ხილები დავხატა გზელი. შვენიერი ნახატო, შეგიძლიათ ტაში დაუგრათ. ლიზა, ერთი შენ. ლიზა, ეხლა შენჯერია. აბა. ვიჭურ რა ხდება? ლიზა ნახე. გალო კარიკატურა დახატო, ერთ-ერთი კი არ დახატეო. პიკასო მალა. კაია. ნუ მე ვერ ხვდები ეს. არა, ვერ ხედავ. საინტერესო იქნება. 200 კამერა. აი, ძალიან ორიგინალურია, ყოჩახ. მოდი. მე დავხატავ. მოიცა ჯერ თეორიას ხატავ, ნახო. ნესვი თავი ის არა. და შუბლი არ აქვს რედი თეორია. კარიკატურის ის პატარა მთავარი მომენტი არის ეს, რომ რაღაცა სიცილი და ღიმილი უნდა მოგვაროს ადამიანს. გავიდეთ ჩარჩოებიდან და გააკეთებინა უფრო დიდი ტუშები, ნახე. ვაიმე რა კაია. უფრო საინტერესო არ არის? ან ეს გააშავე. ანუ ზუსტად კარიკატურა ძალიან მაგრები ხარ, ყოჩახები გააგრძელე და რაღაცა. აქ ზღარბულად რომ ეს ხაზები გამოიტანო, უკვე საინტერესოა ხო? ხირი უფრო დაამრგვალო. ყურები გამოაჩინო. პატრიკმა რაც გააკეთა, დავუშვათ. უფრო მეტად გაადიდო. პრობლემაა. და ასე შემდეგ. თქვენთვის მაქვს საჩუქარი. აბა. ეხლა ამ საჩუქრებს აი ესე დავდებ და ნელ-ნელა დაგირიგებთ. ეს იმდენი ხოთა გეძებ. გია. რიმილი მორიგი შემდეგი. ძალიან გამიხარდა თქვენი გაცემა. კარგად იყავით ხალხო. აბა ნახვამთ. აი ხარეთ თქვენ. დენაცვალ დაბა თქვენ ჯერ. ძალიან მომწონს, მართლა ძალიან სახასიათო ადამიანები მგავს. ნატრე და აგიხდებაო მაგაზია ნათქვამი. შევინახავ აი სიცოცხლის ბოლომდე. ამ კვირის აუთსაიდერების გამოცხადების პერიოდი დგება და მოლოდინები არის საინტერესო, სხვათა შორის, იმიტომ რომ იმეც ვიტოვებ, რომ აღარ დამასახელებენ, ცოტა ხანი მაინც დამასვენებენ. მეოთხე კვირა დაიწყო, რაც უკვე ერთად ვართ ამ სახლში და ყველაფერი გართულდა, იმიტომ რომ ყველა კარგად ვართ ერთმანეთთან, ყველას გვიყვარს ერთმანეთი. რეალური და დიდი მიზეზები უკვე აღარ გაგვაჩნია ერთმანეთთან, რაღაც მეგობრობთ, ყველა კარგად ვართ და
აქედან გამომდინარე გვიწევს პატარ-პატარა მიზეზების მოძებნა იმისთვის თუ ვის მივცეთ დისლაიკი. მაგრამ არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ეხა უკვე რაღაცა მიზეზ გარეშე მოგვიწევს ალბათ ერთმანეთის დასახელება. არა, დღეს მგონი უკვე არის ის დღე, სადაც ვერავინ ვერ ხვდება ვინ უნდა დაასახელოს აუთსაიდერად. მოლოდინი იმისა, რომ მე დამასახელებენ არის, მაგრამ დიდი მოლოდინი ესეთი არ არის. შესაძლებელია დამასახელონ, მაგრამ ხმები ისე გადანაწილდეს, რომ ჩემი იმ ხმების რაოდენობით აუთსაიდერებში აღარ აღმოჩნდა. მე როგორც ინდივიდი, ვისაც ვთვლი, რომ არის არესტორი და არესტორი ტაქტიკით თამაშობს, თუნდაც არის ეგ ადამიანი всё. ახლა კაცი ხარ, უზრდელი ხარ. ადრეც გითხარი იგივეს გეუბნები. ბოროტი უზრდელი ქალი ხარ. შენ აი ძალიან გეშლება რაღაცები გიორგი. რაღაცები მაგრამ გეშლება. ეგ რო არ იყოს, აი მე ვიქნებოდი თქვენნაირად, რომ აი ვაიმე ახლა რა უქნა იმ ხელები უშალე აი გადაახვიე და ნახე. იმას გაიგე? გადაახვიე და ნახე. გადაახვიე და ნახე. გადაახვიე და ნახე. მე მგონია, რომ ამ კვირაში პროექტს დატოვებს ქალი. მოკლედ, მეგობრებო, ცოტა მოვიწყინე, წიგნის წავიკითხე, რაღაც გავირუჯე კიდევაც, მაგრამ რაღაცა სასტამო ცოტა წოლა გააგრძელა და მოვიწყინე რაღაცნაირად და მინდა რომ გავააქტიურო ჩემი თანამცხოვრებები და აი ეხა გაიგუძავთო, წამობდანდით. ავთო ესე იგი მოგიტანე ერთი თამაში. უნდა მოირჩიო რა. კაი, წაიკითხე შენ. 3 წვე და არტყი გაუსთა, იყვირე, გაიღვიძეთ, გათენდა. ვიდი. წავიდა. 1 არის 3 ადგა. ვიდი. გაიღვიძეთ, გათენდა. ცოტა ხმაღლა, წავიდა, ვიდი. ვიდი, სირბილი, თავ წავიდა. ვიდი, მოიხადე. გათენდა. კიდე. ყელი მაგრამ წიო, გაიღვიძეთ, გათენდა. ერთი ძალიან მაგარი ის მაგაქვია თამაშივით რა. მიდი აბა. უნდა მოირჩიო რომელი გინდა რა. კაი, მასხან წაიკითხება. იცეკვე თვერქი. წავიდა. ანუ ადა ხალხო, ანი არის ყველაზე დაუზარელი. მე ვინ გვესურის ეს ვინ არის? კეთი გვესურის ხო არ გადავ. ანუ ერთი წამი კეთი. მე წერო თქვენ რანერად ვივა. კაი. მე მგონი ყველა გამხიარულდა, ასე თუ ისე გამოვაღვიძეთ მაინც. მინდა რომ ეხა ყველა ცოტა გამოფხიზლდეს, იმიტომ რომ საღამოს ხმის მიცემის ასე ვთქვათ ცერემონიალია. მედია ყველაფერი სამართლიანად მოხდება. წარმატებები ყველას. Let's go. ой, 2 წელი კარტი ვიყო. აი, მე სიმღერაზე ვამოვიწევანა. ეხლა ამაზე გეუბნებოდი. ძალიან მომეწონა. ძალიან ბედნიერი ვარ. მანამდე ძალიან ბედნიერი ვიყავი ბოდიში ესე ვარ. მაგრამ ეხლა უფრო ბედნიერი ვარ. ძალიან კარგი იყო ეს თუ იქნება ესე ყოველდღიურად დღეში რამოდენიმეჯერ უფრო კარგი იქნება, უფრო ბედნიერები ენდორფინები. უფრო რაღაცნაირად მხიარულად დავასახელეთ ერთმანეთს. თუ ცეკვასეკვით. ძალიან გამიხარდა. ბევრი ვიცეკვე. პატრიქს ისე ძინავს. ბიონსის ხმაც ვერ გააღვიძა.
მეც უეჭველი აუთსაიდერი ვიქნები დღეს. რავი, წინაზე ისე გახვედი, არ გიფიქრია და. არა, წინაზე გაზრებული გქონდა. ხო, გქონდა. კი. მაგრამ მე რაც თქვი, ეგეც გაზრებულად თქვი, იმიტომ რომ ან მართლა მასე იყო. რა. ანის რო დავუწერე დისლაიკი. რა. და ითამაშა. ან თამაში, ხო, თამაში. მე წაიკიდე რა. აი ვიღაცას რო დავუწერ, მე ის ვიღაცა უეჭველი რო აი რატო დამიწერე. ან რომ დაახსნა რატო უწერ. იმიტომ რომ სხვა არ მქონდა, ანუ არ ხარ ველდება, ანუ შეახსნი და იმიტომ. ერთი სიტყვა შეგიძლია რომ ანუ სხვა გზა არ მქონდა. ვიღაცა და დამესახელებინა და რაღაცები რო გადავახარისხე და ყველაფერი შედარებითია, შეგიძლია ესე თქვა. დღეს გაიგებთ ვინ გახდება აუთსაიდერი და ვინ დატოვებს Prime House. როიალ დღეს შენ ორი ხმა გაქვს. 2 პლუსი, 2 მინუსი. რა უყურებ ამ ხალხს? ზოგიერთისთვის არაფერი არ შეცვლილა. ინციდენტის შემდეგ ხდებოდა ხოლმე ხმის მიცემა, შესაბამისად უფრო მარტივი იყო ხოლმე გამოვლენა აუთსაიდერების. მე ნერვიულობ მართლა, რაღაც მომენტში მგონია რომ მე შეიძლება ვიყო აუთსაიდერი. ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან არეულადაა და ვფიქრობ რომ ძალიან გაფანტულად იქნება დისლაიქები. ძალიან რთულია მეგობრებო. ეს ხო უბრალოდ დასახელება არ არის. შენ ადამიანს აძლევ ერთ ნაბიჯს სახლისკენ რო წავიდეს. ოხრა რთულია ცხოვრება. და შენ რომ ასახელებ, ხო ის დასახე არ მყოფრი და მე მოვალ და გეტყვი რომ რატო და ანუ იმიტომ რომ თამაშია. მაგას გიხსნი და ო ეგ გამარჯობა, ეხა რო იძახ, მაგას გავკივი ვარ 2 კვირაზე მეტია და კი მაფოჩიალებდით. თამაშია მაგას. ეხა გახდა თამაში ამის. გუშინ წერდნენ რატო არ იცეკვეო. როცა ყავდით. ხანდახან არ მეცეკვება და არც მემხერება და არც სამღერად მაქვს საქმე. თან 4-ის ნახევარი იყო. თუ გინდა უჟმური ვიყო, თუ გინდა კომპლექსიანი თუ რაც გინდა დავკვით, უბრალოდ როცა არ მეცეკვება, არ ვიცეკვებ. გიოს თეფშიც გავრეცხე, გიოსთან ერთად ვჭამე. აი იმიტომ რომ მინდოდა რომ რაღაცა თანაცხოვრების რაღაცა ყოფილიყო და ერთად ვიღვიძებთ და ერთად ვჭამთ და ერთად ვსვავთ და მიზანს ვერ ხვდები რა. ყველა ვთამაშობთ ჩვენებურად, მაგრამ ესეთი ბინძური თამაშები და ესეთი არასწორი თამაშებით, რავი, არ გვესმის ჩვენ ესეთი რაღაცები და რა ვქნათ. ხანდახან ჩაფიქრებულს თუ დამინახავთ, ანუ მაგაზე ვფიქრობ, რომ მეთქი გარეთ არ მყოფნის ახლა და არ მყოფნის ვიღაცები, ვინც ჩვენზე ცუდ რაღაცას ამბობენ, ანუ შიგნით რატო უნდა ხდებოდეს რა? საზიზღრობა რაიდებში, რაც რო იცი საზიზღრობა. რა? რა ყოველივე ეს რავი რაც ხდება. რა მე გავმაზე? რას გეუბნები ახლა იცი? მე ხარ შენს და მეც ერთმანეთის რაღაცა ცუდი გვინახავს ინტერნეტში, ხო? საერთოდ. მაგრამ მე ანუ არ აუდგები და აი როიალზე ეს ცუდი არსებობს, მაგას არ ვიტყვი რა. აი ეს რაღაცას ელემენტარულს რო იტყვი, აი ისე გაბუქებს იქ ინტერვიუზე, რომ აი მე მართლა შენ გამოდიხარ რა მტყუანი რა. ვერ ხვდები რა იმენა ვერ აი განა ასეთი რთული იყო ეს ყველაფერი რომ შემოსულიყავით 14 კაცი და უბრალოდ გვემეგობრა და კარგად ყოფილიყავით ერთმანეთთან. რა უმბაძე? ჩაფიქრებული ვარ. აი კაკრას შემოხველი. გიორგი. ერთხელ დაჯექი ჩემთან ნორმალურად საუბარი შეგიძლია? გისმენ რა გინდა, აბა მითხარი, მოკლედ ისე. აი, პროსა აი, ზოგადად აი, ჩემ და მიმართებაში და მონაწილეების მიმართებაში რა რატო აკეთებ ესე რაღაცების პროვოცირებას? მაგალითად, ეხლა გეტყვი. შენ მოგწერეს მაგალითად ჩემზე გუშინ რაღაც, ხო? რომ მაზანა რაღაც ესე. ხო? მაგრამ ამის მეც ხა ბევრ რაღაცას მეწერენ თუნდაც შენზე ერთი სიტყვა არ მithkoms, იმიტომ რომ არ მგონია სწორი, ეხლა შენი
წარსული და შენი რაღაცები არ არის აქ გასახილული და შენთვის უნდა იყოს. Სიმართლეზე ვლაპარაკობდი ყოველთვის. ეს შეიძლება შენ გონია რომ ეს შენი. ხო და მაგიტო გეუნები რომ ერთხელ მინდა დაჭრე და გავარკვიეთ ნორმალურად. ეხლა რას გორგაზება რომ გავარკვიო? გეტყვი ხა. ანუ რაღაცების პროვოცირება კამერებთან, რასაც შენ გწერენ, მეც ბევრ რაღაცას მწერენ მაგალითად შენ. რისი პროვოცირება ვერ მე გააჟღე ძალიან დაბალი დონის ახოდები აქ. მე მაგ დაბალი დონის ახოდები. აი რაღაცა ეხლა. შენ მეუბნები რომ მე მაგ დაბალი დონის. მე მგონი მიჯობია დალიო სასმელი და დაიწვიდო ნერვები. გეხო ცოტა დისტანცია აურა მიბინძურდება, ცოტა დისტანცია. ზოგადად ადამიანები. მაგ საუბარზე მაგ აურა მიბინ დისტანცია. ვისგან გიბინძურდა, რატო გიბინძურდება? ანუ ცოტა დისტანცია არ შეგიძლია გახო. ანუ დისტანციას შენ მე გავიწევი, აჰა. აი რატო აი ზუსტად მაგ საუბარზე მათ, ანუ აი შეეშვი პროვოკატორია ხო ხედავ. რატო პროსტ აი აი სხვა რამე მომითხოვია რომ ნორმალურად ვიცხოვოთ მეთქი და ერთმანეთს ვიყვარდეს და გავუმხიარულოთ და მაგას ვერ გააგებინებ. დღეს დასახელებაა. რო არ დაალებინო ნაკრძალ სასმელი არ შეიძლება? ყავა გამიცივდა და ხე იქ შემსვლელი. არ მინდა არა თავიდან. იქ შემსვლელი მე არაო. იქ რო შევიდე ან ლარნაკი მომხდება ან მაგიდას გადამამტროენ ბეჭებზე. არ შემილია მე იცი რა თქო კონფლიქტურ სიტუაციაში არ მიყვარს ახლოს რო არიან, იმიტომ რომ ეგრევე აურა მართლა მიბინძურდება და რაღაცა სტრესული ხდები. თან როცა ადამიანმა ერთხელ უკვე ხელი მოკიდა. ხო, მით უმეტეს ხელით არის შეხებული ადამიანი და ხვდები რომ შეიძლება ეს განმეორდეს და ხო არ ეტყვი გაიწე ხელით, ვიცი რომ შეიძლება შემეხო. ის მეორე რო აყვა. ის ალკაჯბლევდა. მე დამინახა ბუჩქებმა დამიცვა. გამერთო. ყველაფერი რომ გამოზიდით ბავშვებს არ უნდა არაფერი. გაიკიდე რა. თავარია ჩვენ გვაქვს. ვაბა. დაუშვი, ჩემი აიშვარია ფეხები მაღლა. არის პროვოკატორი, არის манипуляტორი. ვაშა. მე აი რაღაცა კარგი მინდა, კაი ხასიათზე რო ვიყო. აი ენერგია ვერ ვიხდა რა. ასეთი სისულელი როგორ გაიფიქრე, როგორ დაიჯერე რომ მართლა მიყვარხარ. ნამდვილად არ მინდა ამის გამოცხორ რა. რატო? აბა არ მიყვარხარ რომ მეუნები. არა, შენ კი არ გეუნები, კითხულობ, შინაარსო. არ მომწონს მაგის. მოიცა და რა წერ, ნამდვილად არ მინდა ამის გამოცხორება გავირთულო. თანაც მაშინ როცა დასასრული ასე ახლოსაა. მე გადავ მე მეუბნება რომ ჩემი ხალხის შურსო ბოღმიანი ხარო, საჭმელად ხარო შემოსულიო. როგორ ჩანს, ქეთი და ჩვენი მაზანა ძალიან დაახლოვდნენ და მე რატომღაც ამ ორ ადამიანს ხედავ როგორც წყვილს. ამ პროექტში და ვფიქრობ, რომ ეს ორი ადამიანი უნდა დაწყვეტონ. იმდენი საერთო აქ ამ ორ ადამიანს, რომ ვფიქრობ, ესენი რომ დაწყვეტენ, ძალიან კარგი წყვილი იქნება პროექტისთვის. მე მომხრე ვარ. გუშინ მაქსიმალურად ცდილობდა რომ გამოვიყვანე წყობიდან, ხვდებოდი ხო? ანუ ხო ვიცი. ეგ არის მაგისი როლი აქ, რომ გამოვიყვანე წყობიდან. ქეთიმ გააჟღერა ის რომ თურმე პროვოკაციების და წიგნის კითხვისთვის შემოსულარ და ჩვენ შორის რა განსხვავება ქეთი საჭმელად შემოვიდა და წიგნს დავინახეთ დღეს რომ წიგსაც კითხულობდა. ანუ ერთი პლუსი ქეთისაც აქ წიგნის კითხვა. მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად გამოიკვეთა ჟურნალისტებთან არაკორექტული და ფამილიარული მოგრობა. განსაკუთრებით გამოირჩა ავთანდილი. აქედან გამომდინარე, ორი გაფრთხილებით დაწეული ხმის მიცემა ნიშნავს ერთ დისლაიქს. რა ფამილიარულობა. ვზივართ ველოდებით ავტორს იმისთვის, რომ დასახელების სერობა იგივე ცერემონია დაიწყოს. მესმის რომ ავთო ყვირის. რა არის თქვენი პასუხი საბოლოო? ესაა თქვენი პასუხი? ეს გავაკეთოთ? რომ ფამილიარულობის გამო უნდა ველაპარაკო იურისტებს? მაგრამ მაინტერესებს იურიდიულად რა განსაზღვრება აქვს ფამილიარულობას? ჩემი მიღებული გაფრთხილებიდან გამომდინარე უნდა მქონოდა დისლაიკი და ამაზე ვიყავი ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებული. ხო არა არასწორი. ხო შემეშალა. მე არ ვიცი. მე ვერ ხვდები რა შეიძლება. სხვა მონაწილეებს, როდესაც მოუყევი ამ ამბის შესახებ,
ყველა ერთხმად დამიდგა გვერდში. შენთვის გაერთულებ ნერვებსაც და საქმესაც. ანუ მეც ვერაფერს ვერ გააკეთებ მაგით, ხო ხვდები? ფამილარული დამოკიდებულებას, აი მე დავგუგლე გუშინ და წავიკითხე. ადამიანთან იმაზე ახლო დამოკიდებულება რო გაქვს და იმდენად ანუ უფრო იმდენად თავისუფალი რომ აი ცოტა სხვა მხრივ. არანაირი მხარე არ არსებობს. იყო რამდენიმე მონაწილე, რომელიც ნაწილობრივ მეთანხმებოდა, ნაწილობრივ არ მეთანხმებოდა და თავისას აზრს გამოთქვამდა. პროექტში ვარ თავთო ეხა იცი რა არის არ მოვა აქ არავინ და არ გეტყვით რომ უიავთო იცი რა არის გაფრთხილება რო არ მიიღო ეხა მოდი ესეთი რაღაცა აღარ შეიძლება შენც და მეც ქეთის ორივე მუთხრათ პრინცესა მაგრამ ქეთი შენი ნათქვამი პრინცესა საერთოდ სხვანაირად აღიქვას და მიიღოს ჩემი ნათქვამი პრინცესა საერთოდ სხვა პატა გაჩუ ხო და მე შენთვის გეუბნები ნახე ისეთ ჩემთვის ვერ მეუბნები ისეთ ფინალში მიხვალ რომ მე მართლა ძალიან მეკიდია ძალიან ცუდ კიდე აქამდე თუ მოვედი აღარ დავიხევ უკან. ჩვენ ყველას გაგვიკეთებია ეგ. ცუდად არაფერი არ გვიგულისხმია, უბრალოდ ვხუმრებოდით ჟურნალისტებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ყველას ვთქვათ, რომ მორჩით ამ რაღაცებს, როგორც ბოსი მიმართე გუნდს და ანუ ყველა ერთად ჩამოვყალიბდით იმ აზრზე, რომ ვთხოვეთ ხმას, რომ მოეხსნათ ეგ დასჯა ავტოსგან, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა შეიძლება ყოფილი ვიყავით ავტოს ადგილას. უბრალოდ აღარ მოიქცევით ეგრე და გთხოვთ რომ ყველა გთხოვთ რომ გაფრთხილება მოხდეს. გაფრთხილება მithumet ეს მეორე ნიშნავდა რომ უკვე დისლაიკით იწყებდა სერობას. თუ რამე შემეშალა ერთი კაცი შემოსულიყო და ადამიანურად ეთქვა იმ ავტოჯაბარის დედავატირა ვისაც გაემეორებინა მეორეჯერ კიდე ეგეთი რა. ოპერატორებზე და ჟურნალისტებზე ყოველთვის იყო ლაპარაკი. ბაზარი არა, იყო ლაპარაკი, მაგრამ რას ლაპარაკი იყო? წითელ ქუდას ვეძახდით ბიჭო იმ ტიპს, ორი თვე ტიპს დღემდე წითელ ქუდას ვეძახით. შეიძლება იმისთვის პრობლემა არ იყო და ვიღაცისთვის იყო. მე არ მეშლება ურთიერთობაში ეგეთი რაღაცები. მithumet გოგოებთან ურთიერთობაში არ მეშლება. გუშინ პასუხა შოქში ჩამაგდო მაგ გადაწყვეტილებამ რომ მოვედი და ეგ დამხვდა და კაი, ხო, ერთხელ ავიჭერი და ვიღრიალე და ლაივშიდან ხმა გამითიშეს და რაღაცა კაი გავჩერდი. ერთი ამაზე შემიძლია. ეხლა რა გინდა რომ მე და შენ ვიჩხუბო? არა, მე და შენ ვიჩხუბოთ, რომ ვერ მეჩხუბები, იმიტომ რომ ეგ არის ჩემი აზრი. ნახე, პრინცესა და როიალმა რო უთხრა, რომ ხელს ნუ მადეფო და ის რაც შენ შეიძლება უთხარი, აი ის არის ფამილარულობა და ეს არ არის ფამილარულობა. აბა ბაჭეჩუნებო საღამო მშვიდობის დღეს არის ის დღე, როდესაც სამი თქვენგანი უნდა არჩიოთ აუთსაიდერად და დასვათ მათი პროექტში ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ღელავთ ალბათ, ხო? კი ნამდვილად. სასიამოვნო ღელვა. სასიამოვნო. ისტერიკა მჭირს. გიორგი, როგორ ფიქრობ, გაგწირავენ კიდევ ერთხელ? აუთსაიდერის გონია სადღაც 70%-ით რომ აუთსაიდერებში დავდგები. რამდენი ხმით არ ვიცი, იმიტომ რომ წინაზე ნაკლები ხმა მეგონა, ბევრი მივიღე. ხა შეიძლება რომ ნაკლები მივიღო, არ ვიცი ნამდვილად. ანი, თუ გაქვს მოფიქრებული, ვის დაუწერ ლაიქს? დიახ, მაქვს მოფიქრებული. არ მოწონების შემთხვევაში? არ მოწონების შემთხვევაში უფრო მაქვს. ვაუ. გასაგებია. ავთო, შენ რა მოლოდინები გაქვს დღევანდელ ხმის მიცემის ცერემონიალთან დაკავშირებით? რა მგონია რომ ეს ხმის მიცემა იქნება ყველაზე განსხვავებული და გვეყოლება ისეთი აუთსაიდერები, რომელსაც არ ველოდებით. მოულოდნელი აუთსაიდერები გველის. და ასევე დღეს გამოვავლენ თუ ვინ გახდება მომავალი კვირის ბოსი. და წინა კვირის ბოსს უნდა ვკითხო, როგორ ჩაიარა ამ კვირამ? კარგად ძალიან სპოტეშერის. როგორც უყურე რაღაცებს ინიშნავდი ხო როელში და რას ინიშნავდი ან დღევანდელ დღეს თუ ეხება ეს ყველაფერი? ეგ არა და ვხუმრობდი. ხო, სპოტეშერის კი. როგორ მე ხო მაქვს ფაქტიურად 4 ხმა, 2 ლაიკი, 2 დისლაიკი და ვაპირებ რომ დღეს ერთი მოწონება და ერთი არ მოწონება როგორც მონეცილე მივცე ხალხს და დამატებითები როგორც ბოსის გადმოსახედიდან მკაცრად მხოლოდ ჩემი აი პირადული დავტოვო და როგორც ბოსი გადავხედო. გადაწყვეტა რომ ობიექტური იყო და ყოველთვის ვცდილობ რომ ობიექტური და სამართლიანი ვიყო შეძლების დაგვარად. რამდენადაც იცით Prime House-ის წესების მიხედვით ორი გაფრთხილების შემთხვევაში ავტომატურად მონაწილე იღებს ერთ დისლაიქს. ჩვენი მხრიდან ავთო მიიღო უკვე მეორე გაფრთხილება და ვთვლით რომ აბსოლუტურად მართალი იყო ეს გაფრთხილება, რაც
მას ეკუთვნოდა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დანარჩენი მონაწილეების ხოვნით ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ ეს გაფრთხილება დაუტოვოთ, მაგრამ გავუქმოთ დისლაიკი. რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორს დღეს ავტომატური დისლაიკი აღარ ექნება. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც დავუშვით და მსგავსი აღარ განმეორდება. მადლობა. ახლა კი ჩვენი მოწონების და არ მოწონების შეხვედრა უკვე დაიწყო. როიალ, გთხოვ, გამოდი და დააფიქსირე შენი ხმა. კარგი, დავიწყოთ მოწონებით. მე ვფიქრობ, რომ ყოველს ისტორია იქნება მივცე საშუალება ბოსის იმ ადამიანს, ვისაც ეკუთვნის, რადგან წინა არჩევნებზე მე მაგას წავართვი ეგ ბოსობა, ესე ვთქვათ, ჩემი მოწონება თეონეს. კაი, გეტყობა. რა შეიძლება დისლაიქს? თუ წინა კვირებში მე ვიცოდი ზუსტად ვის უნდა მივცე, დღეს უკვე არ ვიცი, რადგან ეს ადამიანი შეიცვალა, ნამდვილად შეცვლილი არის ჩვენს მიმართ. თუ დატოვებს ეგ ადამიანი პროექტს, ცოტა გული დამწყდება. ლოგიკაში არ ჯდება. მანდ მივხვდი, რომ ისევ გადაწყდა სხვანაირი ტაქტიკით, რომ რაღაცნაირად დამასახელონ და გამაგდო. ჩემი არ მოწონება გიორგის. როგორც მონაწილეს გადმოსახედიდან, მაგას ეკუთვნოდა დისლაიკი, იმიტომ რომ სხვას რატო უნდა მივცეს, სხვა ერთი ცუდი არ გავხდებიათ. შეიძლება გიორგი რო წავიდეს მომიციოს ხვის არჩევა, მაგრამ ამ ეტაპზე გიორგი არის აი ტოპ 11 მონაწილე რო გავაკეთო, გიორგი იქნება ბოლოს. იმას როგორ გაუხარდა იმას იქით კუთხეში. ჩემი ფანია ბავშვი. ვის გაუხარდა? აი იმას კუთხეში პირველი ტაში იმის. მე ლაშა მქვია და პირდაპირ დააკვირდეთ პირველი ტაში ვისგანაც არის, ესე იგი ის არის ძალიან ბედნიერი. როდესაც დაიწერა პირველი არ მოწონება ჩემზე, ეგრევე დავინახე მაზანაშვილის გიჟივით გამზადებული. ჯერ არც იყო დაწე გიჟივით აი ესე იტო და თავისი მიზეზი აქვს დარწმუნებული ვარ, როდესაც ბავშვობაში ავტოგრაფი არ მიმიცია თურმე და მაგაზია ნაწყენი. კარგი, შემდეგი არის ავთო. დავიწყებ ლაიქით. ეხლა უკვე რომ ვალდებულებები აღარ მაქვს და შემიძლია ვალდებულებების და რაღაცეების გარეშე დავაფიქსირო. ჩემი ლაიქი თეოს. ბრავო. ვალდებულებაში რას გულისხმობ? არ მინდოდა თავის დროზე როცა იყო ისე გამოჩენილიყო, რადგან თეოსთან რაღაც ურთიერთობა მქონდა, ვითომ მაგის გამო უწერდი, ანუ ეგეთი რაღაცები არა. ეხლა მე მინდა და თეოს იმიტომ უწერ ლაიქს. ამ ლაიქს დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ძალიან ელოდა. ხო. რაც შეეხება დისლაიქს, ლაშა ძალიან გაგიხარდა გიორგის დისლაიქი და რაღაცების დამტკიცება გინდა და რავი, მე მოგცემ შანსს, რომ შენ თუ გაქვს რაღაცები დაამტკიცოს. ავტო იმპონჩი მოგცი დისლაიკი რო შენ რო ეუბნები ახლა აუტსაიდერი მინდა გიორგისთან იასნე მოგცემს. შემდეგი მონაწილე არის სალომე. ჩემი გასვლის დროა და გასვლამდე 2 წუთით ადრე შევცვალე გადაწყვეტილება. ჩემი ლაიქი ძალიან პოზიტიურ ადამიანს, თეოს. იმიტომ რომ ხო, რაღაც ძალას მაძლევს, ვერ ვხსნი რა. აი აურის ამბავია, ალბათ ძალიან რაღაც მავსებს რა. არ მინდა ვინმეზე იმოქმედოს ჩემმა დისლაიქმა და ზუსტად 2 წამის წინ შევიცვალე აზრი. ჩემ ტვინში უცებ რაღაცამ გამოანათა და ესეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ რადგან ერთადერთი სიტუაცია, რაც შეიძლება ამ სახლში ვინმეს დისკომფორტს უქმნიდეს, არის გიორგის და ლაშას გამუდმებული კონფლიქტი. ამიტომ ჩემი დისლაიკი მაზანას. ვთვლი რომ რაღაც მომენტში სწორი იქნება ხალხის აზრიც გავიგოთ ამ ორ შემთხვევაში და პლუს ჟიურის დამოკიდებულებაც ძალიან საინტერესო იქნება. გასაგებია, მანამდე ვინ ყავდა შერჩეული სანამ არ გვეტყვი? მერეც მეყავდა უკაცრავად. მადლობა სალომე. შემდეგი მონაწილე არის კეთი. კეთი მოფიქრებული გაქვს უკვე? კი, გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი მოწონება მინდა დავუწერო ადამიანს, რომელიც ჩემთვის არის ძალიან სამართლიანი ამ პროექტში და ვიტყოდი, რომ საპირისპირო სქესი რო ვიყო, აუცილებლად შევეცდებოდი, რომ როიალისნაირი ყოფილიყავი. დიახ, მადლობა. როიალი. ახლა კი არ მოწონება. არ მოწონებას. არ მსიამოვნებს ზოგადად ამ შეიძლება მართლა კარგი ადამიანია ეს გარეთ, მაგრამ ვერ ხვდები რატო თამაშობს ესე უტაქტოდ აქ
უხეშად, არასამართლიანად და მართლა ცუდია, რომ უკვე მესამე კვირა ამ ადამიანის დასახელება მიწევს, მაგრამ ჩემთვის ეს ადამიანი არის არასწორი. ვთვლი, რომ არასწორი ტაქტიკით თამაშობს. ეხა აი გიორგი შენ არ გეხები, შენ არავის არ ქონია. შენ არ ფიშვაში. როგორ ოთახში უხერხულობისაგან გამოვედი, კაცი ფურცელზე რაღაცეებს. კაი, არ მინდა ჩუმათო. არ მინდა, არა, უბრალოდ ძალიან დამღლელია ადამიანების აი ეს დაუსრულებელი სპიჩები ჩემს წინააღმდეგ, აი დაუსრულებელი ეს კოალიციური შეკრება, აი დავიღალე მართლა, აი დაუსრულებლად დავიღალე. უკვე მართლა შეურაცხყოფილი ვარ. აი ხა რაც ხდება, ყველაფრით ვარ შეურაცხყოფილი. მე გიორგი, არავინ არ ქნის. ფურცელზე რაღაცას წერდი. არ მაინტერესებს. დაინახეთ. შეურაცხყოფილი ვარ. სახში ერთი ფურცელი არსებობს თუმე, ძალიან შეურაცხყოფილი. სად დაინახე მაშინ ფურცელი? ფურცელი წერდი ამას. რაღაცას რო გაბრალებენ ხოლმე რა. გასაკებია, მე გავაგრძელოთ. შემდეგი არის თეონა ციტაკიშვილი. თაო თეონა დააფიქსირე შენი აზრი. ჩემი მოწონება ადამიანს მინდა დავუწერო, ვინც ანუ აი ამ ეტაპზე ძალიან ყველასთან მართლა ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, მართლა აბსოლუტურად ყველასთან. თუმცა ერთი ადამიანი არის, რომლის ენერგეტიკა, ხუმრობები, სიყვარული, მზრუნველობა, ყველაფერი იმდენად აჭარბებს ყველას, რომ არ ვიცი, აი მართლა ძალიან ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს. მოკლედ არის პატრიკი ეს ადამიანი. აი მე ვიდეირებ. ვაი, თეონე ჩაგბურჩხნი. უი. ჩემო პატრიკოვო. მიყურხარ პატრიკო ძალიან. პატარა მათე ბიჭი როგორ დამიწერა ლაიქი. ჩემი არ მოწონება ადამიანს, მე ძალიან ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ ანუ ხო, ეს ანუ არ მოწონება მოკლედ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ ვერ ხედავ შემდეგ ტურებში. ამ ხელა ვიბრძოლეთ და ამდენი იბრძოლა და ის სასამართლო მოიგო და ყველაფერი იქნა და ჩვენც ბედნიერები ვიყავით და უცებ თეონა და ეს ადამიანი არის ეს ადამიანის ავთო. დაოთოს სახე. თეონამ დამანახა რომ ნებისმიერ წამს ვისგანაც ყველაზე მეტად არელოდები შენ. ორი ხმის მიცემა შენზე ვთქვა რომ ლაიქებს ვაძლევდი. მე მეგონა მარტო ჩემი თავს ვერ ბრძოდი ამ გადაცემაში და თურმე თეონაც მებრძვის მე. ხო. ვღადავთ და ვღლიცინებთ ამ თემაზე, მაგრამ რაღაც გულის სიღრმეში ჩემი ეზრით რომ ეწყნი. თეონა თუ მე ამ პროექტში ვერ მხედავს. მე დავანახებ თეონას ჩემ თავს ამ პროექტში. მადლობ თეონა, შემდეგი ჩვენი მონაწილე არის ლაშა. გამოდი და დააფიქსირე შენი მოწონება. მოკლედ, ჩემი ლაიქი, ჩემი მოწონება ლიზის. რატომ? იმიტომ რომ სამართლიანი და კარგი და საყვარელი გოგოა. მადლობა დიდი. დისლაიქსაც შეხება შაბათამდე შეეცადე რომ მაქსიმალურად სუდი ისტორიები მოიგონო ჩემზე. მე შაბათამდე მაქსიმალურად შევეცდები რომ განვითარდე. წარმატებები გიორგის. შემდეგი მონაწილე არის თეონა კოჭლომაზაშვილი. მოწონებით დავიწყებ. ჩემი მოწონება მინდა დავუწერო იმ ადამიანს, რომელსაც ამით მინდა რომ ბოდიში მოუხადო, იმიტომ რომ წინაზე ვთქვი კიდევაც შაბათის ლაივზე, რომ შეცდომა დაუშვი და არ მინდა რომ იგივენაირი განმეორდეს. მე გადაწყვეტილი მქონდა რომ თეონა კოჭლამაზიშვილისთვის დამეწერა არ მოწონება, იმიტომ რომ წინა კვირას თეომ დამსვა აუთსაიდერის სკამზე, მაგრამ ჩემს წინ გამოვიდა თეო. ასე რომ ანის ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ცუდად რო ვიყავი, ყური რომ ამტკივდა პირველი ეს ადამიანი დატრიალდა და დამეხმარა, რისიც ძალიან დიდი მადლობელი ვარ და არ მოწონებას დავუწერ ადამიანს, ან მეც ახლა შევიცვალე აზრი. ადამიანს, რომელთანაც არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, უბრალოდ იგივეს ვიტყვი, უბრალოდ ანუ მივცემ შანსს, რომ გაიყვნენ ორი ადამიანი ერთმანეთში. ეს ვერ გავიგე, ყველა ვისთან ერთი ყოფილი ჩემი ის იყო, კატო იყო, თუ ისა კესო იყო, იმასთან და გარკვეული იყო სამართლიანობა. ეხლა ეს ზეგრო როიალი იყოთ, როიალთან, ანუ ყველასთან და დავდგე ვისთანაც აინტერესებთ, როდის უნდა გაიყოს სამართლიანობა? ესეთი თამაში გადაწყვეტეს. ყველაზე დაბალი დონის აი ეს გადაწყვეტილებები. ამას ჯობია სამართლიანად ღირსეულად თქვან ის რაც უნდათ, რომ არ უნდათ ამ პროექტში რომ ვიყო. მე ხლა მივხვდი. ანაც მაშინ იმიტომ კი არ დაასახელა,
რომ თურმე ანას უარყოფითი აურა აქვს თუ რაღაცა. არამედ ის არის ჩუმი ტაქტიკური მოთამაშე და ეხლაც იგივე როლი ითამაშა დღეს. თქვით რა სიმართლე იქონია და თქვით რა სიმართლე, რა უკვე დამღლელია, რა ის სპექტაკლები ხან იმასთან, ხან ამასთან, კარგით რა ხავ. კარგი, ჩვენი შემდეგი მონაწილე არის ანი, გთხოვ გამოდი და დააფიქსირე. შენი მოწონება როგორც ხედავთ. ჩემს მოწონებას უწერ ადამიანს, რომელიც მინდა რომ პროექტში იყოს და სულ უყურებდა, ეს არის გიორგი ნაზღაიძე. და ჩემს არ მოწონებას უწერ ადამიანს, რომელიც 24 საათი გიორგის ტვინს უბურღავს, ეს არის მაზანა. ფიქრობ ეხა მეთქი, რახან ეხა გოგო მამდენი რამე თქვა, ეს გააკეთა, ის გააკეთა. კაი, ჩანდაბას. და გადავაკეთე, დაუწერე მაზანას არ მოწონება. ვაი ფარმა. სერიოზულად? ხა. სერიოზულად? ოკეი. გასაგებია. კარგი, გიორგი, შენ ჭერია ხო, გთხოვ გამოდი. და ეხლა ვითამაშოთ. ხო გინდოდათ თამაში. ეხლა ვითამაშოთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ავთოს ქონდა ერთი არ მოწონება, მე ვიცოდი რომ ესენი არ ელოდნენ იმას, რასაც მე გავაკეთე და ამათ ეგონათ რომ მე ვასახელებდი ქეთის. ჩემი მოწონება ავთოს, იმიტომ რომ ავთოს ჩვენი მხარდაჭერა რაღაც მომენტში დასჭირდა და მინდა რომ გავამხნეოთ. ამის გარდა ავთოსთან მთელი კვირის განმავლობაში რაღაცა ჩამომიყალიბდა და რაღაც ურთიერთობა ახლოს გავიცანე და მივხვდი რომ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს მე და ავთოს და აქედან გამოდეთ ჩემი მოწონება ავთოს. მადლობა. ეხლა რასაც ქვია არ მოწონება. თამაში, ოდესაც თამაშობთ, უნდა ითამაშოთ სწორედ და ღირსეულად უნდა გქონდეთ იმის ერთი ადგილი, რომ თქვათ როგორ გინდათ. რადგან თამაში გინდათ რომ არიოთ და საინტერესო უფრო მეტად გავხადოთ, ჩემი არ მოწონება როიალს. ზემოთ, პირველი. მეგონა რომ მინდოდა უფრო სწორად რომ გიორგის დისლაიკი ჩემთვის მოეცა და ველოდებოდი და ჩემთვის მე მომცემდა, მაგრამ დაძაბულობის შემოტანა უნდა და როგორც ყოველთვის. და მაგიტო გადაწყვიტა რომ არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ მონაწილეები. გადავწყვიტე რომ თამაში დაგვეწყო და მესახელებინა როიალი, რომლის მიმართ არ ვარ უარყოფითად და ეს ვითომ კოალიციური მეგობრები ვინც არიან, გადაეწყვიტათ ეხა ვის გაწირავდნენ ავთოს თუ როიალს. და გადაწყვიტეთ ქვემოთ ამ თამაშის მერე. როგორ გინდათ ეხლა ვინ დადგება. საინტერესო. ეხლა თქვენი მეგობრობა დაინგრა, ეხლა უნდა გადაწყვიტოთ ავთო დადგება თუ როიალი. ეხლა ვნახავთ. ხო გინდოდათ ვინმე მგონია რომ რამე მოიგონა. შემეშვი რა, შემეშვი შემოაყალიბა. მართლა მგონია ეხლა სერიოზულად გგონია რომ ვიღაცა დადგა და მაზანას მიეცი დისლაიკიო, მართლა გგონია სერიოზულად ამბობ მოგეს. განიავდი, განიავდი. აი იმ შეურაცხყოფებზე მაქვს ეხლა მართლა რომ განიავდი, ნიშნავს რომ ახურებული ხარ და განიავდი, გამოდე ლაპარაკობ, დამშვიდ, მე დავფიქრე. კარგი. დგება ჩემი ჯერი. ხედავ რომ 4 ხმა აქვს მაზანას, 3 ხმა აქვს გიორგის, 1 ხმა აქვს ავთოს. პატრიკ. ხო. შენ ჯერია. დავიწყებ მოდი ლაიქით. კი ბატონო. მე როგორ ნერვიულობ, იცი, მართლა არ ვიცი, ვის რა როგორ უნდა მოვიქცე. არც აქ არ ვიცი რა ხდება მეგობრებო. ამ ლაიქით მინდა ნაკოლი მივცე ანის რომ სულ გაგვართოს და წამგაპყიროს ვიდრე ტიშტებს. ეს არ მინდა რომ გამეკეთებინა. რაც შეეხება დისლაიკს, აი აზრზე არა ვარ საერთოდ, რადგან უნდა მოვიქცე. იმიტომ რომ მე გიორგისთან არ მაქვს არანაირი პრეტენზია არც არაფერი და თვითონვე იცის რა დამოკიდებულება მაქვს შაბათის ლაივის მერე. პატრიკმა წინა ლაივზე მომიხადა ბოდიში იმ ყველაფრისთვის რაც ჩვენ შორის მოხდა და მე მაინც მგონია და იმეც ვიტოვებ რაც პატრიკს ვიცნობ გარეთ რომ ეს ბოდიში იყო ადამიანური და არა ის რომ მაგალითად პატრიკს ატომღაც შეეშინდა ჩემი გულშემატკივრების რაოდენობის. არ ვიცი, გიორგი და ლაშას მე დამიწერე დისლაიკი. ჩემი თხოვნა მე დამიწერე დისლაიკი. აი რომელიმეს, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ვის შეიძლება. ჩემი თხოვნა მე დამიწერე დისლაიკი. ვიცი, არ მეგობრებო, არავისთან არაფერი. უბრალოდ თქვენ თქვენ ორს გაქვთ ყველაზე მეტი დისლაიკი, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ვის შეიძლება რომ დავუწერო. ვისაც გინდა მე, გინდა გიორგის, გინდა ვისაც გინდა, რავი, რაც გინდა გააკეთე. ჩემი თხოვნა დამიწერე. შენი გადაწყვეტილება ეს უნდა მიიღოს შენ. ასე რომ
ოკეი, დამეწერე. კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ მსგავსი გადაწყვეტა. კაი, ლაშა, მართლა არანაირი შეთქმულების თეორია, არაფერი. უბრალოდ მეგობრებო, მართლა არ ვიცი, ვის შეიძლება რომ დავუწერო ამ ადამიანებიდან, რადგან ლაშას ყავს ყველაზე მეტი დისლაიკი, დავუწერ ლაშას. ბოდიში ლაშა, ეს არ ყოფილა ჩემი დისლაიკი შენს მიმართ, უბრალოდ თავიდან მოვიცილი ის პასუხისმგებლობა, რაც რეალურად მებარა. ანუ იგივე ერთი და იგივეა, მე დამიწერე გათანაბრდება. ხო, არაფრით აზრი არ აქვს, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. მადლობა, პატრიკ. ვერაფერი შეიძლება. ბოდიში ლაშა, მართლა ანუ არანაირი. ლიზა, გთხოვ. მე ლაიქს დავუწერ ისეთ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე პოზიტიური. ამიტომ მე მინდა ეს ლაიქი დავუწერო ყველაზე ჩემთვის დადებით პოზიტიურ და უკონფლიქტო ადამიანს. ეს არის სალონი. ეხლა დისლაიკი. დისლაიქს რაც შეეხება, მართლა მიყვარდებით ყველა და ძალიან კარგები ხართ, აი რა გავაკეთე, ეს დისლაიქს არავინ არ იმსახურებთ. ამიტომ მოდით რომ არ შეიცვალოს არაფერი, ისე ვიზავრო დავუწერ მაზანას და ჩემი აზრით ესე არაფერი არ შეიცვლება და უბრალოდ მაზან არ იმსახურებ. მადლობა ლაიქისთვის, უბრალოდ აი ისე ვქენი რომ არაფერი არ შეიცვალოს ამ ჩემი დისლაიქით. შვიდმა კაცმა დისლაიკი უნდა მომცა, რომ პირველი მომცა ავტო. იმიტომ რომ ავტოსთან ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს. და რაღაცა გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის მოეცათ. მანდ მოიფიქრეს? მე ყველა მეგრეთ ხო რა მე არ ვიცი არა უსთან არ დავაპარაკებ. აი ის ვიცი რომ ერთისგან არ გამიგია ანის გარდა რომ გადაწყვეტილი მაქვს ვის ვაძეო. და რო დაინახეს რომ შენ მოგცეს, ანუ იფიქრეს რომ კაი, ბარემ ისედაც აუთსაიდერი უნდა იყოს, ბარემ მაგას. აი გიყო რა. და ახლა რა თქმა უნდა როიალ. ხო, გამოდირო და როგორც მიმდინარე კვირის ბოს გაქვს ერთი მოწონება და ერთი არ მოწონება, რომლის გამოყენებაც ახლა შეგვიძლია. მე როგორც თქვი, ჯერ გადავწყვეტ და დავწერ მოწონებას და არ მოწონებას როგორც მონაწილე, მე კი შეხედავ ყველაფერს როგორც ბოსი და როგორც როიალ გოდვინი რა. დავწყვეტ ლაიკით. როგორც ბოსი, ცოტა გაიღიმეთ, კაი, დამშვიდით რა. ხდება რა ხოლმე. როგორც ბოსი არ შემიძლია, რომ არ აუღნიშნო ადამიანი, რომელიც მართლა ცდილობდა თავისი ნებით, არავის თხოვნა არ ჭირდებოდა, ყველაფერს აკეთებდა, საჭმელსაც ალაგებდა, ყველაფერს. ეგ არის გიორგი და არც მაინტერესებს ბოსი თუ გახდება, ეგ არის რაც გადავწყვიტე აქამდე. აქ არც დაფა არ მაინტერესებს და არც კოალიციები არ შემქმნია, შეიძლება თქვენ რაღაც დავაპარაკეთ ჩემს გარეშე, ანუ უბრალოდ მე ეს გადაწყვეტილი მქონდა აქამდე. რაც შეეხება dislikes, როგორც ხედავთ, მე შემიძლია გავცირო ავტო, რომ გადავრჩე, მაგრამ მე არაფერს არ მეშინია, ამიტომ მაზანას dislike. გასაგები აქვს, მადლობა. და სასიამოვნო თამაშია. მე მგონი უკვე დრო არის გამოვიყენოთ ჩვენი ბოლო ხმა, რომელიც ეკუთვნის კეთი ჩერქეზიას. რომელმაც თამაში მოიგო ეს დამატებითი ხმის უფლება და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს იქნება ლაიქი თუ დისლაიკი. მომისმინე ყურადღებით, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შენ გენიჭება ერთი არ მოწონება, რომელიც შეგიძლია მისცე ან ავთოს ან როიალს. ხოლო ამ ორ მონაწილეში შეგიძლია გაკეთო შენი არჩევანი და ჩვენს მიერ მონიჭებული არ მოწონება გადაანაწილო ან ერთზე ან მეორეზე. ასეთი არის წესები Prime House-ში. ჩემთვის არჩევანის გაკეთება ავთოსა და როიალს შორის ძალიან ძნელი იყო. აი ესაა თამაში. ხედავ და მესმის რომ ძალიან რთული არის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ გისმენთ. მაგრამ ბაზარი არ უნდა მართლა. კაი, მოდი იცი როგორ იფიქრე? კეთი გამოდის დაფასთან, მე მაგას ვეძახი და ვაჩვენებ რომ მომეცი ხმა. განაცვალე. აუ. და კეთის არ მოწონება მიიღო როიალმა. მადლობა რა გჯერა ჩემი. დავდგები ხა, მე გიორგი ხო მე მომცა ხმა. ანუ გინდა რომ მე დავდგე? კარგი, მე არ ვაპირებ რომ გადავითარო ავტოზე და არც ვაპირებ რომ გადავითარო ანიზე. დავდგები? მადლობა ამბისთვის. კეთი, უნდა გთხოვო, უნდა დაბრუნდე და აუცილებლად უნდა აგვიხსნა დეტალურად რატომ როიალი.
კარგი, მაშინ თუ უნდა ვილაპარაკო, ბარემ ვიტყვი რომ შენს ბოროტებას გიორგი მე საზღვარია. ძალიან დამღალა ამ გოგომ ამ ბოროტების ფიჩებით რა. ვიღაცა მუთხრა შეცვალოს ეს ფიჩები, ნუ. ეგ ტაქტიკა როგორც შენ თამაშობ. მერტო, უფალო. კარგი ტაქტიკა. ძალიან დამღლელია ამდენი შეურაცხყოფა. თქვენ თავს ეცით პატივი, ამდენი შეურაცხყოფა ადამიანის მივა, თქვენ თავს ეცით პატივი. უკვე ძალიან სამარცხვინოა. ძალიან სამარცხვინოა. აღარ გამოგივა უბრალოდ. რა უნდა გამომიდო? საწყოში შეგათრიეს სადმე ერთხელ თუ რა უნდა რა შუაშია, ვერც ვერასოდეს ვერ შემათრევ შენ მე საწყოში. ადრეც გითხარი იგივეს გეუბნები. ბოროტი უზრდელი ხალი ხარ. შენ ჩემ გულს შემატკივარს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენი ამდენ ადამიანს. ბოდიში უნდა მოგეხადა წესი. შენ დილობა ქონოდა ბოდიში უნდა მოგეხადა მაყურებლის. მაყურებლის ბოდიში უნდა მოგეხადა დილობა რო ქონოდა გუშინ შეიძლება. მე და შენ რა ეხლა პროექტი არ ვიყო, ცოცხლად გადაკლაპავდი გარეთ რა ვიყო. მაგრამ ხეთი ეხლა ამიხსენი რატომ ვის აძლევს ეხლა და რატომ? უწერ, იმიტომ რომ ავთო ძალიან მიყვარხარ, მართლა ძალიან შემიყვარდით ხალხი. უბრალოდ ამ შემთხვევაში შენ ცუდად არ მიიღო, რა თქმა უნდა, მგონია რომ უფრო ძლიერი კონკურენტი იქნება როიალი. ვიღაცებს გონიათ რომ ცოტა სუსტი ვარ. არ ვარ სუსტი, ვაფშე არ ვარ სუსტი. რამ ხელა კონკურენციასაც როიალი გაუწევს, ნაკლებს თუ არა, ანუ იგივე კონკურენციის გაწევა შემიძლია. მეც სხვა აუთსაიდერებისთვის და არ მინდა რომ ავთო შეეწიროს ამ არასამართლიანობას. თუ როიალი ძლიერია და თუ მე ამდენი გულშემატკივარი მყავს, მაშინ მაზანას რას უშვებით? მაზანა გაწირა ქეთი? აი მე ღმერთო რა დრამა, ოსკარი. მადლობა. ოსკარი სტუდიაში, ოსკარი. მე რამდენი გადაცემა უნდა მლანძღონ, მე რამდენი ღმერთო. რამდენი ხანი საკუთარ თავს მაგას. ღმერთო, ესენი. გაუკეთებ იმდენი ხანი, მე არ მომდე. მართლა მამა უნდა მოუყვანო ამათ რაღაცა, სწორგზაზე დააყენოს ესენი. მეგობრებო, ახლა კი დროა რომ ავარჩიოთ მომდევნო კვირის ბოსი. როგორც ხედავთ, ანის და თეოს აქვს თანაბარი ლაიქები და არც ერთი დისლაიკი, აქედან გამომდინარე, ამ ორ ადამიანს შორის ხელის აწევით ავარჩიოთ თუ რომელი გახდება ბოსი. ვინ არის მომხრე რომ თეო იყოს შემდეგი კვირის ბოსი? მე მგონი უმრავლესობა უკვე. მოდი ანის ვინ უჭერს ხმას ხარ ხელი აწეთ. მე. აქედან გამომდინარე ხმათა უმრავლესობით შემდეგი კვირის ბოსი იქნება თეო. გილოცავ თეო. და საზეიმოდ თეონას გადასცემს როიალი თავის ბოსობის. ბრავო. ვაიმე მადლობა. მადლობა. გაში. ბრავო. დასწრდები აღარ მომდევნო კვირის ბოსი. ყველა წამალი თვითონ მონაწილე. რაღაცა იმგონია რომ საარჩევნო ტექსტი უნდა გვითხრათ. რა ვეცდები რომ უფრო მხიარულად გავატაროთ ეს დღეები, სანამ მე ვიქნები ბოსი. და ბევრი ჭამოთ. მე შეგახსენებთ რომ ამ კვირის აუთსაიდერები არიან როიალ გოდვინი, ვაიმე ჩემი როი დაუმესიჭეთ რა მეგობრებო. გავგიჟდები რო გააგდო, ნანუ გავგიჟდები. მაზანა და უცვლელი და გიორგი. და გაგიკვირდათ? მე გემშვიდობებით და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს უკვე შაბათის ლაივზე. გავებით. მე გიორგი ძიوار სამზერულში და ვაფშე ყველანი ვარ სამზერულში. დიო, რამდენს ფიქრობ მართლა? აი, ძალიან ბევრს ფიქრობ. მე ჩვენ არ ვფიქრობ მაგით. დამიჯერე თქვენ ფიქრობთ თუ ფიქრობთ, სწორედ. ეხაც რო დავრჩე თამაში მაგალითად და ხვალ ავტოსთან მომივიდეს რამე უთანხმოება. ან მე დავტოვდგებით? ანუ რა გამოდის ყოველთვის ვიღაც უნდა გამოჩნდეს და მიზეზად უნდა ვიყო მე აუთსაიდერებში რომ ვიღაცასთან შეჯახება მქონდეს. არა, მართლა მაინტერესებს თქვენ ტყუილებში თქვენ თვითონ ეიჭრევი და იმიტომაც ვიძახი კარმა და ღმერთი სამართლიანია. გიორგი რა თქმა უნდა ისე ვიყენებს ამ სიტუაციას და ვიტომ კოალიცია არის მაგის წინააღმდეგ. აი ვანზე შენ იყავ ერთ-ერთი რომელიც ლაპარაკობდი და ის ეს უკან დგას კიდე ავტომ გაარკვე ეგ ამბავი. ავტოსთან გავარკვე კიდევაც ეგ ამბავი. კი არ გაბრალებ რაც ნახე მე და ხალხმა იმას ვიზა. რა ნახე? ის გითხარი ჩვენს. დავიღალე მართლა. გიორგი არ ხარ ისეთი მნიშვნელოვანი რომ ვიღაცა კოალიციებს აკეთებს შენს წინააღმდეგ.
კი, ერთხელ კესოს შემთხვევა იყო, მაგრამ არავის აღარ აინტერესებს შენ გიორგი. ეს რაღაცის დაბრალება, ესე უმიზეზოთ, უფაქტოთ, რავი, გველს რომ დაინახო და დაარტყა და მოკლა, გასრისო რა. კი არ უნდა შეიძლება უნდა თავი უნდა გაუცრისო რა და ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინო. დანა უნდა დააჯინო შენთან და შენ გაკეთებული კი არ უნდა აჭამ. და მე უბნება გიორგი რომ მე თუ არ ბოროტიო, რატო ჩამთ ჩემსა ჩემეელსო. ჯერ რა ლოგიკასთან ახლა როიალ. გამოდიხარ ეს ბიჭიო თურმე კარგი ადამიანი აღმოჩნდაო. თურმე ეს ბიჭიო ესეთიაო, გული დამწყდებაო პროექტია რომ წავიდეს თურმე ესო და დიზლაიქს უწერ ამასო. გინდა გაშვებო რომ ძლიერი მოთამაშე ვარ და რომ მეტი შანსი გქონდეს. არ აქვს მონაწილეებს იმის ბოდიში და კი თქვან რომ მე ვარ ძლიერი მოთამაშე და ჩემი აქ ყოფნით მათ შანსები აქვთ ნულზე. ეგ არის. ძლიერი მოთამაშე რო ხარ ეს ისედაც აღიარებული არაერთხელ. მართლა ეგრე, ანუ მაგარი ხარ სამჯერ ის ტიპი აუთსაიდერის გამო და გადარჩა. პატარა პროცენტებით არა საკაიფო დაიღო თან კუში. ყოველ შაბათს დამაჯინეთ. თქვენ ტვინი მართლა არა, არ გეწყინოთ, მაგრამ ეგ უტვინობაა თქვენ რასაც აკეთებთ, დამიჯერე. შეურაცხყოფას ვაკეთებ. უთვინო ვარ თურმე კაც მიღმა რაღაცას ვაკეთებო და ვეკითხები გიო რა ვქენი შენ ზურგს უკან რა ვქენი კაც მიღ ნახე მე არ მინდა ლაპარაკი შეურაცხყოფას ვაკეთებს თან არაფრის გამო ვაფშე შეურაცხყოფას არ გეუბნებ ცუდი გაგებით პირიქით ჩემი სახით გეუბნები რას მეუბნები გიორგი მე ვილაპარაკი იქ სიმართლე რასაც გულის ხვალდი პატარა სულით პატარა ადამიანებს იმის უფლება და კი არა აქვს, რომ მებრძოლონ ღირსეულად და ღირსეულად განაცხადო, რომ იმიტომ გვინდა გაგიგიშვათ სახში, რომ შენთან ერთად შანსები გვაქვს ძალიან დაბლა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ადამიანები განა არ სწორდებიან. შანსიც არ უნდა მისცე გამოსწორების. ანუ ტიპ გონია რომ მაგისტრეზეც რეალიზეს მსოფლიო. ატარები ხართ, სულით პატარა ადამიანები ხართ. განა ადამიანი რას ნიშნავს? სულით პატარა ადამიანები. პატარა ადამიანი გიორგი რას ნიშნავს? განათლებას რომ მიიღებ, მე მიხვდები. ხო, სულისაქციელი ეგაა. ვაბრალებ, მაშინ დაგვიდე და თუ შენ მართალი ხარ, გაიგეცი. მაგით უკაცი იყო სიმონ, მანდ გაეცა პასუხი. აი, როგორც გინდა გადაწყვიტე და დაჯიკი როგორც გინდა ხო, გაიგეცი ბოროტებთან ვერ ჯდები. აი, ესე გადიხარ, გადი. აი, უკვე დავიყალე მაგ სცენებით. რას მე კონტაქტები თუ ბოროტი ვარ? თქვენ ხართ ბოროტები. თქვენ გადის ჯდება მარტო სპეციალურად კამერასთან კანკალის სიცხებს და არ დაიყავე მაგ ცირკით. თურმე ბოროტი ვარ და ჩემი გაკეთებული საჭმელი რო ჭამონ მოსულა. მეც ვჭამე მაგის გაკეთებული მაკარონი და მაგრამ ნანოფ. არასდროს არავისთვის არ მემიყენებია შეურაცხყოფა მე. ერთდროულად 12-ვე კაცს რო აყენებ შეურაცხყოფა. ნაზღაიძე. ყოველთვის. როცა მოუნდება ყველგან შეუძლია გამოიწვიოს კონფლიქტი. ამით რატო ამაყობს არ ვიცი, მაგრამ ნუ როგორც ჩანს ამაყობს. მართლა შევჭამ ამასე, ალბათ შევჭამ. ხედან რომ გავალ მე ვიღაცას რო შემხვდება ქუჩაში, ზედ შემოსაფურთხებელი არ ექნება. თუ ადამიანი არის ბოროტი, ნარი, პულის დაходები თამაშობს, ქალებს ჩაგრავს, თურმე ვიღაცას დასი, რას ეკონტაქტები? ჟური თქვა, რომ ერთად ცხოვრობთ და გინდა არ გინდა გავგეთ ერთმანეთს. როგორ ბიჭო, ბოროტ ადამიანთან რას დამაჯერ და ვიღაცა რაღაცას არ გაგდებენ აქ. რა არა, მაგიდის მეტი რა გაქვს. პროსტა ბოროტები თქვენ ხარ. ვინ ვარ ბოროტი? თქვენ ხარ ბოროტი. აი, ბოროტი ხარ, აბა რა. რავკენი ბოროტული, რატო ბოროტები, რასაც აკეთე, ბოროტი. რატო გარბი ხარ? რატო შეგიძლია ლაპარაკი? რატო შეგიძლია რომ დავაშე და ვილაპარაკოთ? იცი რა არის? შენი შეცდომების აღიარება სისუსტეს არ ნიშნავს. ეხა ამის მერე ბოროტები ხარ, ბოროტები ხარ, ტირი ხარ კამერასთან. ბოროტები ხარ, რავკენი ბოროტული რა. რასაც აკეთებ, ეხა ბოროტები ხარ. რავკენი ბოროტული. მეტი არაფერი. ნუ გარბი ხარ, ვაიმე. კი არ გარბიო, რავკენი ბოროტული, მიფასუხე. მომისმინე, ბოროტი რო ხარ, იმ ოთახში ვიჯექდა რომ შემოხედი, გამოვიდე, შენ გამომხე, ანუ ბოროტთან ერთად ოთახში ყოფნა არ მინდა. კი არ დავიწყე, გითხარი და მორჩა. ვაიმე, შენ გიჟი, რავკენი ბოროტული შეგიძლია. ბოროტები ხართ, ბოღმიანი სუსტი ბოროტები. არ მინდა რა გადაღება, გეხოცები რა. საკმარისი გადავიღეთ, მართლა პირველად ვარ ძალიან გაბრაზებული. ანუ აი ადამიანურად მართლა გაბრაზებული. ჩემი თხოვნა რომ ცოტა ხანი ძალიან ცუდად ვარ. აუტანეთ გიორგის ვინმე საჭმელი. ანა მოდი. მე ვჭამე საჭმელი და რომ მოვრჩი, მე პატრიკი მოვიდა და მეუბნება რომ მოდიო გიორგისო აუტანეო საჭმელიო და არ გამიღებს მეთქი კარებს თქვა არ უნდა არავის თანახმა მეთქი.
შენ მაინც აუტანე. ანუ მე არ მინდა რომ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს, ანალოგიურად მოვიქცევდი ნებისმიერი კონკურსანტის მიმართ. გიო, რა ანა? მოდი ერთ წუთი გამიღე. არ მინდა ანა, არა რა, გეხოთ. პიურე მოგიტანე. არ მინდა, არ მშია. ნუ ისეთი გაბრაზებული ხარ, აი პიურება გიორგის. ანა. ალანა, აქ ვარ. ან თხარ? კაი, არ ვიქნები. გიო. რა შვები? მოდი. მოდი. დაგან! აქ ვარ. თქვენ. სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა, ვერ გაგრძელდა ჩემი უკონფლიქტო დღეები და მეხუთე დღეზე კონფლიქტი დასრულდა. რა გინდა ვერ სად იყავით? ამეთ? ამ რა შევიდეთ? ახლა გამოვედით? მე მაქნე მე გადავა ეხლა დამავით და წყალი რო ჩავასხით ღვინოს მაგიეროთ. გოგო მახო და შევიდე კაცმა დაუწერა იმას ლაშას. მე ზუსტად ვიცი რომ ყველა ეგრე გაიგებს რომ ადამიანი. არა, გამოვიწევ.